რაიონების გამგებლების დაკითხვის პარალელურად კი საკრებულოში უმრავლესობა და მერიის წარმომადგენლები ბიუჯეტის პარამეტრებს იხილავდნენ. სევდია უგრეხელიძემ და ქალაქის სამსახურების უფროსებმა საკრებულოში მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ისინი შეხვედრაზე უმრავლესობის ფრაქციებმა მიიწვიეს. ცნობილია, რომ კონსულტაციები უკვე საკრებულოს სხვა დეპუტატებთან ხვალაც გაგრძელდება. ელისო ჯარიაშვილი განაგრძობს თემას. ელისო, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თუ მოხდა პოზიციების შეჯერება ბიუჯეტთან დაკავშირებით? კონკრეტული შეთანხმებისათვის დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მხარეებს არ მიუღწევიათ, თუმცა ერთი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი უმოკლეს ვადაში საკრებულოს კომისიების წარმომადგენლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ბიუჯეტის ერთობლივ განხილვას დაიწყებენ. დიალოგი საკრებულოსა და მერიას შორის დღის მეორე ნახევარში დაიწყო. სევდია უგრეხელიძე ბიუჯეტთან დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ ფრაქციების თავმჯდომარეებთან მივიდა. მანამდე დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ირაკლი შიხიაშვილის მოთხოვნით ჩაინიშნა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა უარი თქვა. შიხიაშვილი არის რაღაც ძალიან ნერვიულ მდგომარეობაში, მას ეჩქარება რაღაც ძალიან, არ ვიცი, საკრებულოს ეჩქარება, არ ვიცი, მერიის ხელში ჩაგდება ეჩქარება, მაგრამ მინდა უთხრა და განუმარტო, რომ კანონის შესაბამისად, თუ მას აქვს უფლება გადააყენოს მთავრობა და გადამაყენოს მე, გააკეთოს ეს. ხოლო თუ კანონის შესაბამისად არ აქვს, არ არის საჭირო ამდენი ფაფური. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც თქვენივე კაბინეტებში, მერიის კაბინეტებში ერთი ფარატინა ფურცელს აძლევდით ხოლმე იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ამ შემთხვევაში მოიტანდნენ ამ ფურცელს საკრებულოში და ერთი ფარატინა ფურცელზე დაყრდნობით იღებდნენ 15 წუთში თბილისის ბიუჯეტს. საკრებულოს თავმჯდომარესთან არ შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ 7 ფრაქციის სახელით სევდია უგრეხელიძე საკრებულოში უმრავლესობამ მიიწვია. საკრებულოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დიალოგზე და კანონით გათვალისწინებულ უფლებების გამოყენებაზე უარის თქმას ყოველთვის ჩიხში შეყავს გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე ახდენს ზეგავლენას. ბიუჯეტის პროექტის განხილვა მერიის წარმომადგენლებთან ამ ბრიფინგიდან 2 საათში დაიწყო. სევდია უგრეხელიძესთან ერთად საკრებულოში მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურის უფროსები გამოცხადდნენ. დღეს თბილისის მთავრობა მოვიდა იგივე დღისასრიგით თბილისის საკრებულოში, როგორც ვთქვათ 29 დეკემბერს, როდესაც ნდობა ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თბილისის მერიას არ აქვს ატყოფნა დასმული შენიშვნების გათვალისწინებისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ესევე კონსტრუქციულ რეჟიმში კვლავ წარმოადგინოს საკუთარ შენიშვნები, კვლავ ძალაში რჩება ჩვენი მხრიდან აი ამ დასახელებული მიზეზების გამო უნდობლობა თბილისის მთავრობის მიმართ. უმოკლეს ვადებში საკრებულოში ჩატარდება შესაბამისი კომისიების ხდომები, პროცესი დაიწყო და ის არის დადებითი პროცესი. თუ მას არ მიაყენებს ჩრდილოს რაიმე სხვა პროცესები, ჩვენ შევეცდებით ჩვენი მხრიდან თავი შევიკავოთ ყოველგვარი განცხადებებისგან, მანამ სანამ არ შედგება შემდეგი შეხვედრა და არ გვექნება ხელთ წერილობითი შენიშვნები. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე არ დასწრებია. ირაკლი შიხიაშვილმა დღეს კითხვები თავადაც მიიღო. თბილისის სხვადასხვა რაიონების გამგებლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილი დაუტოვეს 5 კითხვით. რა მოელის კონკრეტულ პროექტებს საბიუჯეტო კრიზისის ფონზე. თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ საკრებულოს ოცნებაში დაპორტირებული უმრავლესობისგან, რომ დაუმტკიცებელი ბიუჯეტის ფარგლებშიც შესაძლებელია მერიისა და გამგეობების მუშაობა. ეს ფაქტი მხოლოდ მათ არაკვალიფიცირებასა და არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს და მეტყველებს, რომ საკრებულომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე თბილისელების პრობლემები. საკრებულოსა და მერიას შორის პირველი კონსულტაციის შემდეგ მორიგის შეხვედრა უკვე ხვალ კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძესთან იგეგმება. დეპუტატებმა შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მერიას უკვე გაუგზავნეს. მათი მთავარი მოთხოვნა სოციალური პრიორიტეტების დაფინანსების გაზრდაა. ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ არჩეული მრავალპარტიული წარმომადგენლობითი ორგანო სახლში იქნას გაშვებული და მის მაგივრად ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობა შემოვიდეს დედაქალაქში. ეს დაახლოებით რაღაც ჯიუტი თხების ზღაპარს მაგონებს, როგორც ასეთი, არც ერთი რომ არ თმობს ხიდზე და ბოლოს ორივე მდინარეში რომ აღმოჩნდება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალი ავტომანქანები და იყიდა თბილისის საკრებულომ და სამილიონეობა ფონდი გაიზარდა, არაფერი პოზიტიური ცვლილებები მე თბილისის საკრებულოს მუშაობაში არ შეიმჩნევია. საღამოს 8 საათზე თუ 9 საათზე დაიბარა სევდია უგრეხელიძე ირაკლი შიხიაშვილმა და რაიმე რომანი თუ აქვს ერთმანეთში არ ვიცი და საერთოდ გონია რომ სერიოზულ საკითხებზე სხვა ფორმატში ხდება ალბათ დიალოგი. 2 დღის განმავლობაში მერიაც და საკრებულოც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გეგმავს.
დღესაც ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხვიჩა სანაიამ დედაქალაქის საკრებულო დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შიხიაშვილის სახელს მისი განცხადება შევიდა. სანაიას გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს თავად არ უსაუბრია, თუმცა ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სანაიას თანაგუნდელებისთვისაც. ხალხთან გავიგე ეს ამბავი, რომ ხვიჩა სანაიამ დატოვა საკრებულოს შემადგენლობა. ხვიჩა არის ჩვენი მეგობარი, ჩვენ ვაზუსტებთ, სამწუხაროდ ახალის თქვა არაფერს არ შემიძლია, ჩვენ ვაზუსტებთ ყოველდღეს და უახლოეს ხანში შეგატყობინებთ მიზეზებს. წინაპირობა ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი, თუმცა თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რა პროცესები მიდიოდა საერთოდ ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიმართ ამ ვთქვათ პოლიტიკური მწამსის თუ შეხედულებისგან გამომდინარე. თუმცა ხვიჩასთან დაკავშირებით მან ყოველგვარ ზეწოლას გაუძლო, მე ამ წუთას კონკრეტული არაფერს თქვა არ შემიძლია. თითქმის ერთი თვერაც თბილისი ბიუჯეტის გარეშეა დარჩენილი. ამ პროცესებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. დედაქალაქს ყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მათი კომპეტენციის ფარგლებში მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ემსახურონ იმ ხალხს, რომელმაც აირჩია ისინი. ამ დრომდე უცნობი რჩება თუ როდის შეიძლება დანიშნოს რიგ გარეშე სხდომა ირაკლი შიხიაშვილმა, რომელსაც ბიუჯეტს დასამტკიცებლად გაიტანენ. ეს იყო იუსი ჯარიაშვილი, მადლობთ ელისო.